ჩუმათელეთი 500 მეტრში იწყება გვირავი და რიკოძე გადასასვლელი და ეს ის ადგილია, სადაც უამრავი მგზავრი ჩერდება. ახლა შემოვიდა მიკროავტობუსი და ხშირ შემთხვევაში არც ეკითხებიან მგზავრებს, ისე აჩერებენ ამ ადგილას. აქ არის ბევრი კვების ობიექტი და ერთი წლის წინ ჩვენ ეს ობიექტები გადავიღეთ. რატო დავბრუნდით აქ მეორედ? აი ეს არის ვიტრინა, აქ შემოდიან მგზავრები, მომხმარებლები იმისთვის, რომ მიირთვან კერძები, ქაბაბი, ხარჩო, მწვადი, სამწვადე ტირიფები. მაგრამ რა ხდება ამ შენობის უკან? რა ხდება იქ, სადაც ჩვენ ულამაზეს ბუნებას ვხედავთ? ეს ჩვენი საქართველოა. ჩვენ გაჩვენებთ რა მდგომარეობა, ჩვენ აქ არ მოვსულვართ სამზარეულოს გამო. საქართველოა ჩვენი სამშობლოა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ რამდენად უფრთხილდებიან ობიექტები, კვების ობიექტები, რამდენად უფრთხილდებიან ბუნებას და შარშან ჩვენ ეს ობიექტები გადავიღეთ და უბრალოდ დაგვაინტერესა რამე თუ შეიცვალა ნამდვილად, მაგრამ ძალიან უარყოფითისკენ. აი ნახეთ, აი ეს არის რაც ჩადის მდინარეში, სადაც კალმახია და მთის მდინარე ჩამოდის აი ქვევით და იქ სამწუხაროდ ვერ ჩავალ, იმიტომ რომ აქ ძალიან ციცაბო არის და მეშინია, მაგრამ ვეცდები რომ აი სხვა კუთხიდან ეგებ განახოთ და ნახეთ, აი როგორი სიბინძურის წყალი მოდის. აი როდესაც აუცილებლად ნარეცხი წყალი უნდა ირეცხებოდეს და საკვების ბუნებაში გადაყრა არ შეიძლება, ეს ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, რომ სხვადასხვა ტიპის დაავადებების გავრცელების რისკია ძალიან მაღალი, იმიტომ რომ მდინარიდან უკვე ჩვენ რაციონში ხდება უკვე წყლიდან ისევ და ისევ ბრუნდება აი ეს ნარჩენები და ძალიან წუხვა რომ აი ესეთი სიბინძურის ნახვა გვიწევს. უფროსი მინდა ხემზღვანელი, აი როგორ შეიძლება რომ ხემზღვანელი ვნახოთ. ფლობელობაში, ვის ფლობელობაშია? ვისია ეს ობიექტი, სახელი გვარი? ნანი ფოფხაძე. ნანი ფოფხაძე, ხო? ქალბატონი ნანი არ არის ადგილზე, ნახვა მინდა. ქალბატონი ნანი მინდა. კი, მოვიდეს აუცილებლად. ნუ ხა ორი წამით გაჩვენებთ, არ ვაპირებდი ამ სამზარეულოების ნახვას, მაგრამ ნახეთ აი რა მდგომარეობაა მაცივარში, სრულიად კოროზირებული და აბსოლუტურად არაფერი წარწერა არ არის გაკეთებული. აი ნახეთ როგორი ჟანგიანია ყველაფერი, საშინელება ხდება აქ, ყველი დაჭრილი და არ არის მაცივარში და ყველი იცით რომ ძალიან სათუთი რძის პროდუქტია, რომელიც ძალიან მარტივად ფუჭდება და აი იმ საშინელებებზე ბუზები რო აჯდებიან, მერე შემოდიან, იმიტომ რომ დაცული აბსოლუტურად ტერიტორია არ არის და აი აქ ხდება შემდეგ უკვე პროდუქტის სამწუხაროდ დაბინძურება. ნახეთ, კედელი რა მდგომარეობაშია. რა მდგომარეობაა, შეხედეთ, კედლები, ვაიმე, კედლები ნახეთ, როგორი აი პროდუქტი შეხედეთ, როგორი ობის სოკო არის კარადაში და პროდუქტის სადევს. აი ეს ნახეთ, წყალი რა თქმა უნდა აქ დეფიციტია და ამის გარეცხვა თქვენ წარმოიდგინეთ როგორ ხდება და წინიდანაც აუცილებლად გაჩვენებთ ამ ობიექტს. აი ნახეთ ყველგან, ყველა კალადრადაში აბსოლუტურად ობის სოკოა. შეხედეთ რა მდგომარეობაა. შეხედეთ, აი ეს არის კარადა, სადაც საკვები ინახება. ყველგან აბსოლუტურად ნახეთ აი რა მდგომარეობაა, აბლაბუდები, ობის სოკო, ნახევრად გარეცხილი თებშები, წყლის რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ წესიერად რამე ირეცხებოდეს, მაგიდა როდესაც ერთიან ზედაპირებზე ვსაუბრობთ, აი ეს ზუსტად ძალიან მაღალი რისკ ფაქტორია, ტილოების მდგომარეობა, ვნახოთ, შევხედოთ რა მდგომარეობაშია, იატაკი რა მდგომარეობაშია, აი აქვე უკან გადაგახედებთ და ნახეთ, აი შეხედეთ, აი იქ ჩანს ყველაფერი აბსოლუტურად. მე არ ვიცი ხა ეს ზეთია თუ რა არის, ყოველ შემთხვევაში კედლებიც ამ მდგომარეობაშია, რა გასაკვირია რომ გარეთ მოუვლელი იყოს ყველაფერი, როდესაც შიგნით სამზარეულოში აი ესეთი სრულიად ანტისანიტარია. და ეხა გაჩვენებთ რაოდენობას, რა რაოდენობის ხალხი ჩერდება აქ, კულერი ნახეთ, აი როგორი ბინძური და საერთოდ არ გაწმენდილა, აი ნახეთ, აი შეხედეთ, ეხა აქ არ ჩანს კარგად, მაგრამ გაზეთილი, გაუბედურებული ყველაფერი აი ძალიან ამაზრზე მდგომარეობაში არის. აი ეს არის გამწოვი, ნახეთ, აი ეს გამწოვი, რომელიც საერთოდ აი არ მუშაობს, ნახეთ, აი რა მდგომარეობაშია გამწოვი. და აი აქაც ვნახოთ გამწოვი რა მდგომარეობაშია, აქაც აი იგივე მდგომარეობა არის. პირდაპირ ღია პროცესი არის, თუმცა ისე არის კულერები დამოკიდებული და ჩამოკიდებული, რომ კედელს ჩამოედინება, ჩამოეღვენთება
და თუ უნდა გაგვიხარდეს, მაშინ ეს უნდა გაგვიხარდეს. მოდის წყალი, რომელსაც არავინ არ უფრთხილდება, იმიტომ რომ კონკანი უბრალოდ არ იკეტება. აი ეს არის ჩვენი ულამაზესი ბუნება. ეს არის ის საქართველო, რომელიც ყოველ პურმარილზე მამაკაცები, ქალბატონები სადღეგრძელოს ძახიან და ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს ჩვენს ულამაზეს კუთხეს, ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. კი ბატონო, გვიყვარს. მაგრამ ეს ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების მიერ დაყრილი ნაგავია. აი ეს ბინძური, აი ეს ნაგავსაყრელი ბუნებაში, რომელიც აქაც არის იმ კვების ობიექტზე და ასე შემდეგ არის და იქნება სანამ სახელმწიფო არ აიღებს თავის სათავეებში კანონს და მკაცრად არ დასჯის კვების ობიექტს იმ ადამიანებს, ვინც აბინძურებს ამ გარემოს, სანამ არ მოუნდება, რომ წესრიგი იყოს ქვეყანაში და ბუნებაში. მანამ ასე იქნება. გამარჯობათ ქალბატონო, აქაც ჩემოვალ აუცილებლად. ეს არის სახაჭაპურე, ხო? აქაც ხოვთ ხაჭაპურს, ლობიანს და ასე შემდეგ. აქაც კედლები როგორც მინიმუმ მოწესრიგებული უნდა იყოს, საშინელი, აი სუნი არის, ხაჭაპურის არაჩვეულებრივი სუნია, ხაჭაპური ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ ზედაპირები, კედლები და ჭერი, თვითონ ხვდებით რა მდგომარეობაშია, როდესაც აი ხაჭაპურით ხვება, ეს არის ჩვენი ნაციონალური სიმდიდრე და აბსოლუტურად თელ მსოფლიოში ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და საქართველოს ერთ-ერთი მარგალიტი და აი საქართველოს მარგალიტი აი ესეთ პირობებში ხვებოდეს, როგორც მინიმუმ სირცხვილია. მაგრამ კარგით, თავი დავანებოთ ამას ყველაფერს, ამაზე ყველაფერზე ჩათვალეთ, რომ ხუჭავ თვალს. ეხლა მოვიდა დრო ზუსტად აი ამ საშინელებების დათვალიერება, რასაც ქვია სამზარეულოს ნარჩენები. ჩვენ გვერდიდანაც მოუვლით, რამდენადაც შევძლებთ და აი ეს დაათვალიერეთ. რამდენადაც კამერით მივწვდებით. ნახეთ ის კადრები, რომელიც გადავიღეთ აი ამ კვების ობიექტის უკან, აი ამ კვების ობიექტის უკან, აი ყარს ყველაფერი, აქ არის კანალიზაციის სუნი, ლპება, აი რაღაცა საშინელი გარემოა და საშინელი სუნია. და გასაგებიც არის რატო, იმიტომ რომ ნარეცხი წყალი, იქ ტუალეტია და შესაბამისად კანალიზაცია, ყველაფერი ეს მიედინება ბუნებაში და აი ამ ლამაზ მდინარეში. ჩვენ პირველი გადაღების დროსაც 1 წლის წინ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება, გვეგონა რომ რაღაცა სასიკეთოდ შეიცვალა, მაგრამ ამაოდ. პლასმასის ბოთლები, ნაგავი, ნაჟური წყლები, ხორცის ნარეცხი წყლები და კარგად იცით ძალიან რომ აი ხორცის ნარეცხი წყალი შეიძლება იყოს როგორც მინიმუმ დამაბინძურებელი ბუნებისთვის და შეიძლება აი პრინციპში აი ეკაური ადგილი შეიძლება ვთქვათ რომ ეკოლოგიურ კატასტროფის წინაშე დგას. მე მიმართავ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თხოვნით გარემოს დაცვას, ეს ობიექტები ყველა გააკონტროლოს, ძალიან მარტივია სახალხო კონტროლისთვის, აი ძალიან ხელმისაწვდომია და მერწმუნეთ, არ თქვენ თვალს ეს არ გამოეპარება, თუ ვინ როგორ არღვევს კანონს და როგორ აბინძურებს ჩვენ ბუნებას, როგორ წამლავს მდინარეებს და აზიანებს ბუნებას. ეს არის მისახედი და დასაჯარიმებელი, იმიტომ რომ ეს არ იყოს ყველასთვის მისაბაძი. ფეხი ძალიან მიცურავს და სამწუხაროდ ქვევით ვერ ჩავედი, მაგრამ მინდა გაჩვენოთ. საპირფარეშოდან გამოსული წყალი, აი როგორ ჩადის, უпростоრად წყალი არა, ფეკალიები, როგორ ჩადის მდინარეში, აი შეხედეთ, აი იქ ძალიან დიდი მილია, სამწუხაროდ ძალიან ცურავს ფეხი და ფიზიკურად შეუძლებელია, დღეს ცუდი ფეხსაცმელი მაცვია, ძალიან მიცურავს ფეხი, ვერ ჩავედი, მაგრამ ერეკლე ჩავიდა და აუცილებლად ყველაფერს გაჩვენებთ თუ რა საშინელება ხდება ჩვენ ქვეყანაში. და ნახეთ, აი სამზარეულოს ნარჩენები შეხედეთ რა მდგომარეობაშია. მოდით კომენტარის გარეშე ნახეთ კადრები, რა ხდება კვების ობიექტებზე, როგორ აბინძურებენ ბიზნეს ოპერატორები ჩვენ ბუნებას, გვწამლავენ და აი აქედან ჩასული წყალში ნარჩენები როგორ ბრუნდება ჩვენ კვების რაციონში.
იმ ლამაზი სურათის სარჩული აი ეს არის, რაც ხდება ამ შენობის უკან, რაც ხდება ჩვენს ბუნებაში. აქედან კი, რასაც ხედავს მომხმარებელი, არის უამრავი მიკროავტობუსი, ეს არის გაჩერება, დასვენების პუნქტი, სადაც ადამიანები ჩამოდიან, აგერ ხედავენ მშვენიერ ობიექტს, ტირიფები, სამწვადე, შემოდიან იმისთვის, რომ მიირთვან სადილი, სუფთა, მოწესრიგებული ობიექტი. აუქს ვერ იტყვი ნამდვილად, აი როგორ უნდა გააკრიტიკო ობიექტი, რომელიც ფანტასტიკურად გამოიყურება. სისუფთავია, სუფთა ჭურჭელი, ნახეთ ხელსახოცები, გოგოები ფუსფუსებენ, აგერ ხაჭაპური მოაქვთ, სასმელები თუ გინდათ, აგერ პურმარილსაც გადავიღებ, გაჩვენებთ. აი ნახეთ როგორი სუფრაა გაშლილი, ლამაზი, ხო? ცოტა დამჭკნარი მწვანილია, მაგრამ დანარჩენს რას ვერჩი. ხო, ლამაზი ქართული კერძებია. ადამიანები მიირთმევენ გემრიელად, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან გემრიელია, ობიექტიც საკმაოდ სუფთაა, მაგრამ ამ ობიექტის უკან რაც ხდება, აი ეს არის კატასტროფა, აი ეს არის საშინელება. აი ეს არის ჩვენთვის დამღუპველი, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის.